გაკვლავ პირდაპირ ეთერშია. პარკირების გამო დაწყებული დაპირისპირება ევროპის ორგზის ჩემპიონს რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვედრად დაუждდა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ამ დრომდე კლინიკაში ამას ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების გამო ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა. საქმე აღძრულია, თუმცა დაზარალებული ამ დრომდე არ დაუკითხავთ. შესაბამისად არც თავდამსხმელია დაკავებული. რა პირადი ანგარიშისწორება, რა ვისთან აქვს ზურაბს პირადი ანგარიშისწორება? 6 წლიდან რო ვარჯიშობს, დღევანდელ დღემდე მოვიდა და ჯიბეში არც დანაზდებია და არც არაფერი. ლესელიძის ქუჩაზე დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც დათუნაშვილი მანქანის გაჩერებას ცდილობდა. ოჯახის ვერსიით მოჭიდავეს სხვა ავტომობილის მძღოლთან შელაპარაკება ამ დროს მოუვიდა. სიტყვიერი დაპირისპირება მალე ფიზიკურში გადაიზარდა. დათუნაშვილის მამის განცხადებით დაჭრილ სპორტსმენს ინციდენტის დეტალები არ ახსოვს. იხსენებს ის, რომ მანქანები გაჩერდნენ და ერთმანეთში კანამთი მოუვიდა და როგორ მოხდა და რა მოხდა იმას ვეღარ იხსენებს. ორი მანქანა ერთმანეთს შეხვდათ, რაღაცაზე კამათი მოუვიდათ, გადმოიყვანა მეორე მანქანის მეპატრონე და გაიყვანა და ეს ამბავი მოხდა. მეტი არავინ არაფერი არ ვიცით. ავტომობილის პარკირების მიზეზით დაწყებული შელაპარაკება ორგზის ევროპის ჩემპიონისთვის მძიმე შედეგით დასრულდა. მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ზურაბ დათუნაშვილი ამ დრომდე პირველ კლინიკურ საავადმყოფოში რჩება. სპორტსმენის მოთხოვნით მედიკოსები კომენტარს არ აკეთებენ. დათუნაშვილთან დაკავშირებით უნდა გითხრათ. მე არ შემიძლია პასუხი. მე არაფერი არ ვიცი. ახალგაზრდა, რომელიც ლესელიძის ქუჩაზე დათუნაშვილთან ერთად იმყოფებოდა, ტელეკამერებთან არ საუბრობს. ქრონიკის ინფორმაციით კლინიკიდან ის გუშინ გაწერეს. მომხდარზე საუბარს გაურბიან დათუნაშვილის მეგობრებიც. თუ არის პირადი ანგარიშსწორებაზე თუ არის? პირადი არ ვერ გეტყვით მართლა. სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა დათუნაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრა და გამოძიების ეფექტიანად ჩატარება მოითხოვა. თავს ხა კარგად გძნობს. გვედრეს ფერზე გაიარა და ეს სადმშოვანია, რომ კუნალის პროცესი გეგმებად მიმდინარეობს. ჩვენ რა თქმა უნდა იმეც ვიტოვებთ, რომ უცვლელად ძალიან გამოჯანსაღების პროცესი აფათავა. ძალიან ცუდ მოვლენასთან გვაქვს საქმე. მე დარწმუნებულია სამართალმცველების შესაბამისად და რეაგირებაც მოყვება ამას. იმედია რომ ყველაფერი გაირკვევა და ყველაფერი ისე მოხდება, როგორც უნდა მოხდეს. დათუნაშვილი არ არის კონფლიქტური პიროვნება. არ ამგონია რომ დათუნაშვილს რამე წვლილი მიუძღოდეს ამ კონფლიქტში, ისე რომ იმედოვნებ ყველაფერი კარგად დასრულდება. ევროპის ორგზის ჩემპიონის დაჭრის შემდეგ 72 საათი გავიდა. საგამოძიებო უწყებას ჯერ არც დაჭრილი დათუნაშვილი და არც მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდა დაუკითხავს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. შეძლებს თუ არა ზურაბ დათუნაშვილი საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ასპარეზობას ჯერ უცნობია.